სასტუმრო ჰოლიდეინში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატამ ბიზნეს სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. სავაჭრო სამრეწველო პალატა ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის საკმაოდ აქტიურია. ბოლო წელიწად ნახევარში ამ სტრუქტურამ, რომელიც უშუალო კავშირშია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასთან, საინტერესო ღონისძიებები განახორციელა. რაც შეეხება დღევანდელ ანგარიშს, იმაზე იყო ლაპარაკი, როგორ შეიძლება სავაჭრო სამრეწველო პალატამ და მისმა წევრმა ბიზნესმენებმა შეუწყოს ხელი გამყოფ ხაზთან სავაჭრო საქმიანობის გამარტივებას და რამაც უნდა შეუწყოს ხელი დობის აღდგენის ფაქტორს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ეკონომიური სიკეთის მოძიებას, ამ მექანიზმების მოძიებას გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის და ვფიქრობ, რომ სავაჭრო სამრეწველო პალატა შეუძლია ყველაზე საგრძნობი, ყველაზე რეალური როლი ითამაშოს. ამე თუ საკმაოდ ორგანიზებული სტრუქტურა ჩანს უკვე, რისთვისაც მე მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ვანო დოლიძეს და მადლობა მოვახსენო საქართველოს სამრეწველო პალატას, მის ხელმძღვანელს ქალბატონ ნინო ჩიქოვანს და საერთოდ სავაჭრო სამრეწველო პალატის მთლიან გუნდს. დღეს წლიური ანგარიშის წარდგენა იყო და ასევე საერთო კრება, სადაც ესწრებოდნენ აფხაზეთის სავაჭრო პალატის წევრები, ეს არის 100-მდე კომპანია, ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოს სავაჭრო პალატასთან ერთად იმ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მთავრობამ წარადგინა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რაც გულისხმობს საზღვრისპირა რეგიონებში ვაჭრობის ხელშეწყობას და წახალისებას და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, ასევე იგეგმება კვლევის ჩატარება, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან და ასევე საზღვრისპირა რეგიონში განლაგებულ მეწარმეთა საჭიროებებს გამოიკვლევს და იმ გზებს თუ როგორ უნდა განხორციელდეს უფრო ეფექტურად ეს ინიციატივა, რომელიც მთავრობის მიერ იქნა წარდგენილი 2 თვის წინ და რაც გულისხმობს ერთობლივი საწარმოების და ვაჭრობის ხელშეწყობას საზღვრის ორივე მხარეს. პრეზენტაციას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ამირან დოლიძე, რომელმაც სამთავრობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინა. საუბარი შეეხო აგრეთვე დევნილებში ბიზნეს სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მეწარმე სუბიექტებში ტრენინგების ჩატარების საჭიროებას, რომელსაც მხარდაჭერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატა აღმოუჩენენ. ჩვენი პალატა დღეს წარდგა ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ 1 წლის განმავლობაში. ჩვენ შევძელით მოკლე პერიოდში გაგვეკეთებინა დიდი გამოფენა რიყის პარკში, სადაც წარმოჩინდა ჩვენი ბიზნესმენები თავისი პროდუქციით და მომსახურებებით და აჩვენეს ფართო საზოგადოებას, რომ დევნილები არ არიან მარტო დახმარებაზე ორიენტირებული ადამიანები, ისინი ქმნიან პროდუქციას, ადვითარებენ ბიზნესს, აძლიერებენ ეკონომიკას და შეაქვთ თავისი წვლილი ქვეყნის განვითარებაში. მინდა აღნიშნო, რომ დევნილების მიერ 2017 წელს ბიუჯეტში გადახდილებულმა თანხებმა შეადგინა 160 მილიონი ლარი. ჩვენ უნდა ხელი შეუწყოთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დევნილთა თემში. უნდა გამოვავლინოთ, რა ბიზნესის წამოწყება შეუძლიათ, რისი პოტენციალი აქვს და რა დახმარება ჭირდებათ მათ ამაში, რომ ჩვენ შევძლოთ მათში სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დონის დაძლევა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ჩვენი საქმიანობის სამომავლოდ, ეს არის ახალი ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ ფარგლებში ხელი შეუწყოთ ამ ინიციატივის განხორციელებას. ამაში უნდა იყოს ყველა ჩართული თითოეული ადამიანი, რამე თუ ეხება იმ დიდ თემას, რასაც ქვია საქართველოს ტერიტორიების აღდგენის საკითხი. აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატა ჯერ კიდევ აფხაზეთშიც ფუნქციონირებდა, ის აღდგა. მასში გაერთიანებულია აფხაზეთის წარმომადგენელი ბიზნესმენები, როგორც მცირე, ისე საშუალო, ისე დიდი ბიზნესმენები, ის დამწყები ადამიანები, რომლებიც აპირებენ ბიზნესში ჩართვას და ეგეგმება ახალი გეგმები, რომ მომავალში რა უნდა გააკეთოს ამ პალატამ. მისი წარმომადგენლები პრაქტიკულად ფიქრობენ, რომ გაიტანონ რაც შეიძლება მეტი ამ პალატის სახელი მსოფლიო მასშტაბი, კერძოდ მათ გერმანიასთან აქვს ურთიერთობა ევროპის სხვა ქვეყნებთან და აჩვენონ, რომ არის მეორე აფხაზეთი, ის აფხაზეთი, რომელიც აფხაზეთიდან არის გამოდევნილი, მაგრამ ფეხზე დგას და მუშაობს და
სრული ცხოვრებით ცხოვრობს. პრეზენტაციის ბოლოს აუდიტორიაში დისკუსია გაიმართა.